მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ ერთხელ მინდა გაგაცნოთ ბატონ ლევან შატვერაშვილი, ფსიქოთერაპევტი, ჩემი გასაცნობი ხარ, ჭირს ბატონ ლევანს ყველაფერი, მაგრამ მაინც საკმაოდ საინტერესო ადამიანი არის, ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი თერაპია მაქვს მასთან გავლილი და ეხლაც სანამ ჩაგერთობოდით გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი თერაპიული პრაქტიკა. მუშაობს ბატონ ლევანი იმაზე ფსიქოთერაპიის გარდა ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებთ თქვენ თერაპიულად. ბევრ ტექნიკას იყენებთ. ჰიპნოთერაპიას მაგალითად. ტრანსთერაპიას მაგალითად. ფსიქოთერაპია დაიწყო ჰიპნოთერაპიით შევიდა და ახალ საერთოდ არ ვაკეთებ. ასე რომ ძალიან საინტერესოა ჩემთვის თქვენ პრაქტიკა ხოლმე. სადაც წავიდა და როგორც დაბრუნდა. და ერთი მინდა გითხრათ, რომ აი მე ხა ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე სხვა ფსიქოთერაპევტებთან, თუმცა ისეთი რაღაცები დამუშავებინა და პროცესშიც ვართ ბატონ ლევანმა, რომელმაც სხვა ფსიქოთერაპევტებმა განა, იმიტომ რომ ცუდი თერაპევტები იყვნენ. უბრალოდ აი ის ტექნიკა და ის მიდგომა, რაც ბატონ ლევანის აქვს, ჩემთვის უნიკალური არის და მსგავსი მე სხვასთან არ მქონია მაგალითად და ძალიან მადლობელიც ვარ თქვენი, სულ ახსენებ ხოლმე ამას, რომ აი ის ღრმა თერაპიული პრაქტიკები, რაც ბატონ ლევანის აქვს წარმოსახვითი თერაპიის კუთხით, მართლა არავისთან არ მინახავს და ამაზე ეფექტური კიდე მართლა ჩემ გამოცდილებას ვამბობ, სხვა არ მქონია. ამაზე უფრო აი პირდაპირ სულში რომ მიდის და დღეს უბრალოდ გვინდა მე და ბატონ ლევანის გქონდა საუბარი, რასაც ასევე თქვენ დაგასწრებთ ამ საუბარს და ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ბატონ ლევან, რატომ მინდოდა დღეს თქვენთან ერთად უბრალოდ დიალოგი გქონოდა. ასტროლოგიაში ვარ მე ამდენი წელია და ეს ასტროლოგია მაინც კოგნიტური ინფორმაცია არის. ის თელ სურათს გვიჩვენებს ადამიანის როგორი არის პორტრეტი, მაგალითად მისი კარმული პორტრეტი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და ეს შეგვიძლია ინტელექტუალურად წავიკითხოთ. ეს შეგვიძლია მოვისმინოთ მაგალითად ასტროლოგისგან, ხო, მაგრამ არის მნიშვნელოვანი მე თერაპიული მუშაობა. რომ უკვე სულს შევეხოთ ადამიანის და ხშირად ახლა არის ხოლმე რომ კოგნიციაში ვართ, აი ხა ჩემთანაც ეგ ჯიკაობა გაქვთ, ხო, რა გონება გათიშე, ანალიზ ნუაკეთებ და შეხვედრა საკუთარ თავთან ნამდვილად შიგნით რა ხდება, ხო? აი რომ ამიხსნათ, აი მაყურებელსაც აინტერესებს, მაგალითად სავარაუდოდ, იმიტომ რომ მეც სულ მანდ მივდივარ. შიგნით შევეხები ქვეცნობიერს რაღაცნაირად შიგნით ემოციას მოდი ესე ვთქვათ, მე ისე კოგნიციაში გავვივარ, ხო? ანალიზი, მაგალითად პრობლემის წარსულში წასვლა, მომავალში წასვლა. აი რა არის ეს შიგნით ჩახედვა? ყველაზე საინტერესო, სადაც მართლა რეალური თერაპია მიდის. მომავალი და წარსული რა არის? ანალიზი არის. ხო, ნუ ეხლა მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩვენთვის ხო, ეხლა არაფერს ახალს არ ვიტყვი, ყველა თერაპია იწყება, რომ არის პრინციპი აქ და ეხლა, ხო, ესე ამბობენ, რომ აი აქ და ეხლა და ეს აქ და ეხლა არის ძალიან ესეთი ხანდახან ბუნდოვანი რას გულისხმობ. ჩვენ ყველა ჯერზე როცა რაღაცა მომავალზე ვლაპარაკობთ, რაღაცა უნდა წარმოვიდგინო, წარმოვისახო და დაუშვათ იქიდან გამომდინარე, მიჩნდება აი განცდები, ემოციები, სტრატეგიები მე როგორ უნდა. როცა ფიქრობ რა იყო გუშინ, ესა ის რაც დღეს უკვე აღარ არის, მაგრამ შეიძლება ეს წარსული იყოს იმდენად მძიმე და გაუსაძლისი, რომ ჩავრჩე იქ და მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დღეს რაღაც პრობლემები გააჩნია, ეს არ არის რაღაცა აწმყოს და გარკვეული კონტექსტის პრობლემა, ხო, რაღაცები. ხალხია, რომელიც წარსულიდან ვერასოდეს ვერ წამოვიდა პირობითად. ეხლა ბოლომდე ვერ წამოვალთ იქიდან, მაგრამ ნებისმიერი თერაპია რას გულისხმობს? ნებისმიერი თერაპია გულისხმობს ხოლმე ალბათ, ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თერაპიის ის არის, რომ ეს წარსულში ჩარჩენილი ტრავმები, შეხედულებები, წარმოდგენები, ურთიერთგამომრიცხავი ხშირად წარმოდგენები, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გვიჩენს გარკვეულ აგრესიას, ხო, დანაშაულის განცდას, გაუფასურების სურვილს და ასე შემდეგ, რომელიც შემდგომში გვქმნის ჩვენ ისეთებს, როგორებიც ვართ, თავისი პრობლემებით, ხანდახან სიმპტომატიკით და ასე შემდეგ, რაღაცაერთ ეს წარსული ჩავხსნათ. ანუ ჩვენი ცნობიერება რაღაცნაირად მიხვდეს, რომ ის დრო დიდი ხანია უკვე დამთავრდა და რაღაცა ემოციური ბმა ამ ნეგატივთან შიგნით აღარა მაქვს. ეხლა ეს ემოციური ბმები ჩვენს უგვაქვს და გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის, რაც როცა ამ რეალიზაციაში მოვედით, მოდით ამ
დედამიწაზე დავიბადეთ, ხომ თავის ზოლოზე დავიბადეთ რაღაცა ბიოლოგიური ერთობა, მე სამყარო რაღაცნაირად შემოვიდა ჩვენში, ვისწავლეთ რაღაცნაირად, ვისწავლეთ ხალხისგან, ვინც გაგზარდა გარემოსგან, კულტურისგან და ასე შემდეგ. და ჩვენ როგორია რომ ჩვენ ეს ვართ, ხშირად ვართ ნაკრები სწორედ აი ამ გარკვეული ცოდნების, ფრაგმენტალური გამოცდილებების და ძალიან ბევრი რამის. ჩვენი აზროვნებას მაშინ ჩამოყალიბდა, როცა მეტყველება დავიწყეთ მე და რაღაცები მოხდა, ხო? და ჯამში აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფერში არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვით, თვითდამანგრეველი ინფორმაცია, ხო? აი, პირობითად ვირუსი ჩაწერილი, რომელიც მე ცხოვრების განმავლობაში ადამიანებს ვერ აძლევს საშუალებას, რომ რეალიზდეს და ხე რეალიზაციაში რას გულისხმობ? რეალიზაცია რა არის? რეალიზაცია რომ მოახერხო იყო ბედნიერი. ეგ არის ჩვენ რეალიზაცია, მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ყოფა ჩემთვის არის რაღაცნაირად სასიამოვნო განცდა მეტწილად ვიდრე დაკავშირებული ტანჯვასთან და თვითგვემასთან და ერთ სურვილთან რომ ეს ცხოვრება დაამთავრო რაღაცნაირად ხო არის ეგეთი ხალხი. რეალიზებული ხარ მე როცა კმაყოფილი ხარ და ბედნიერი ხარ და შევსებული ხარ იმ საქმით რასაც აკეთებ, ხო? რა დანიშნულებით მოხვედი, პოულობ ამას და ამ დანიშნულებას მიყვები, ხო? მაშინ ცხოვრება აღარ ხდება ძალადობა, ხდება აი ეს არის ერთი კარგი მარკერი ყოველთვის, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება ვიხმაროთ საკუთარ თავზეც, როცა რაღაცას შვები, ეს არის ის, რაც მინდა რო ვქნა თუ უნდა რო ვქნა. როცა ეს უნდა ძალიან ბევრი გროვდება, აღმოაჩენო ძალადობა ხდება ცხოვრება, ხო? აი ამ უნდებისგან უნდა განთავისუფლდეთ და აღმოაჩენ რომ სადღაც შიგნით სიღრმეში არის აი ეს რაღაცა რაც დაიბადა თავის დროზე, რასაც უნდა რომ ბედნიერი იყოს და რაღაცას უნდა. იმიტომ რომ აღმოაჩენთ ხალხს ბევრს, რომელსაც რო კითხო რა უნდა დღეს, ძალიან გაუჭირდება პასუხი. და ძირითადად როცა ეკითხები რა გინდა, იწყება იმისგან რა არ უნდა. მე არ მინდა რომ ვიყოს 400-ზე, მინდა რომ მაგალითად ხომ სუბუქად ვიყო, მაგრამ რაც გულისხმობს ეს არ არის. ხო ეგ არის თერაპია ჩემთვის რა, ეხლა ეს არის ჩასვლა და რაღაცების ჩახსნა. ეხლა ტექნიკა სადაც შეეხება, ტექნიკა შეიძლება ითქვა რომ მილიონნაირი, ძალიან ბევრია. ყველაზე კარგი და წარმატებულები ვინც იყვნენ აქ, ეს არის აღმოსავლეთი და ინდოეთი და კიდევ უფრო მეტი ტექნიკები აქვს და ჯამში როგორც არ უნდა შევხედოთ ამ ტექნიკებს, ყველაფერი ეს არის საშუალება მოგზაურობისა საკუთარ თავში. ხო მედიტაცია ეს იქნება, გიპნოზი იქნება, ну რაღაცა თერაპიის სხვადასხვა გესტატიც იქნება, ხო? ეს ყოველთვის არის რაღაც, როდესაც შენ მოგზაურობ სადღაც შიგნით და ახერხებ ამის ინტეგრაციას. აინტეგრაციაში გულისხმობ, როცა ეს რაღაცა ავტონომიურად ჩემში არსებული რაღაცა ბავშვის ტკივილი კი არ არის, რომელსაც 29-ს ატკიეს. ეს უბრალოდ მოგონებად გადაიქცევა და აი ამ ემოციურ მუხტს კარგავს. ეს ბავშვი აღარ არსებობს ჩემში ავტონომიურად და რაღაცა სიტუაციებში კივილს არ იწყებს ხოლმე. ეს ბავშვი რაღაცნაირად უკვე მე ვარ. აი მაშინ უკვე თავისუფალი ხარ, ბევრი რაღაცის. ეხლა გავაკეთეთ ზუსტად ეს. ხო, ну ეხლა ეს ისეთია. როცა დავინახე თერაპიულად პატარა ბავშვი, ჩემი თავი, რომელსაც აქვს რაღაც მორალური პასუხისმგებლობები და ვეძებდით საიდან მოდიოდა ეს და მივედით იმ ასაკთან და იმ ბავშვთან, საიდანაც წარმოიშვა ეს პასუხისმგებლობები. კი ბატონო, და ნუ ამას შენახე ხა ძირითადად ყველა თერაპიაში მუშაობს როგორც წესი კლიენტი, ხა კარგი თერაპევტი ის არის, რომელიც მოახერხებს შექმნას ისეთი კონტექსტი, ნუ ტექნიკა და არ ვქო გინდა ამას ან რა ვიცი ხა მისე თერაპევტის ქარიზმა და ან მილიონი სხვა რამე არ აქვს, მაგას მიშება კონტექსტი, როცა ადამიანს შეაძლებინებ აი ეს მოახერხოს და შეაძლებინებ რაღაცნაირად ეს ტრანსფორმაცია გაიაროს შიგნით რა. და როგორ ხდება აი ამ საკუთარ თავთან შეხვედრა, აი რომ ამბობთ ხოლმე რომ გონება გათიშე და შეხვდი ემოციას. ხო, ეხლა გონება გათიშე ესეთი ვერ ვფიქრობ. ეხლა მოდით ესე ვთქვათ რა, თვითონ პროცესი. და მაგას ვერ ახერხებს. ხო, ნუ ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ისე ეს ტექნიკაა, ხო? დაცვითი მექანიზმი არის ეს, რომ აი ემოცია შეშევიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი დაცვითი მექანიზმი გვაგვაჩნია შიგნით, მათ შორის ის რომ არასოდეს არ შეცვალოს სინამდვილეში ის, რასაც მიეჩვია და ეს, რასაც მიეჩვია, შეიძლება ჯოჯოხეთია. მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ეხლა გონები ფიქრის გაჩერებაზე ვამბობ, მე და არა გონების. ფიქრის გაჩერება რა არის? ჩვენ მუდმივად ვართ საკუთარ თავთან დიალოგში. დიალოგი ყოველთვის გულისხმობს, რომ იქ მარტო არა ვარ რა, მინიმუმ ორი მაინც უნდა იყოს, რომ დიდი, მაგრამ აღმოაჩენ ჩვენ თავში, რომ ხანდახან ორიც არის და მეტიც არის, ხო? აი, როდესაც რაღაცას
ვაკეთებ, რაღაცა ჩემი ნაწილი მეუბნება, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რაღაც ნაწილი გეუბნება, რომ არა. ამას ვერ მოახერხებ, ვერ შეძლებ. რაღაც ნაწილი გეუბნება, რომ იცი რა, შენ შეიძლება ამას რო გააკეთებ შემდგომში. რაღაც არ გამოვიდეს ისე და ცუდად გამოჩნდე ვიღაცის თვალში. ხო, აი ეს დიალოგები მიდის. და ეს არასდროს არ მთავრდება. როდესაც მე ვამბობ, რომ ფიქრი გააჩერე, მე ვამბობ რა, როცა აი ეუბნები ადამიანს. ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ცოტა ხანი გამოვიდეს ამ დიალოგიდან, იმიტომ რომ ეს დიალოგი აქვს მუდმივად ესეთი ფანტასტიკური უნარი, საკუთარი თავი გადაწეროს მომავალში. ყველა ჯერზე, როცა მე ასე ვთქვათ, რაღაცა დავალაგე ჩემ თავთან, რაღაცა სტრატეგია, რაღაცა შევეკამათე და რაღაცა არ მოუწონე და რაღაცაში გავკიცხე ან დავადანაშაულე. ყველა შემდგომ ჯერზე მე ამას ვაკეთებ. აი თუ ცოტა ხანი ვახერხებ, რომ არ ავყვე ამას, რაღაცნაირად ჩემ თავს ვაძლევ საშუალებას, რომ ჩავხსნა რაღაცნაირად აი ამ პროგრამების გადაწერა, ესე ვთქვათ, ეს ერთი. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა მე ამას ვახერხებ, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეს არის დისოციაცია. ანუ გვერდიდან შევხედო ჩემ თავს, არა როგორც აი ასე ვთქვათ ამ დიალოგების მონაწილე, არამედ როგორც ესე თქვა ობიექტურმა დამკვირვებელმა გვერდიდან, როგორც კამერა ხშირად ეს ამ მეტაფორას ვარვხერბე, როგორც კამერას შეხედე შენ თავ, კამერამ შეხედე, ან როგორც აბსოლუტურად მიუკერძოებელ. საკმარისია დისოციაცია მოახერხო მე ამისი. აღმოაჩინე რომ მე შემიძლია ასე ვთქვათ მთელი სურათი დავინახო. ვინ ვის ეომება, რატო ეუბნება და მე უკვე შემდეგ ეტაპზე ვნახო როდის დავიწყე მე ეს სპექტაკლი როდის შემოვიდა ჩემთან როგორც ქმედება, ხო? რამდენი წლის ვიყავი, ვინ იყვნენ ამ სპექტაკლის შემქმნელები, რეჟისორები, აქტიორები და როგორ მოახერხე რომ ეს ტრაგიკული სპექტაკლი აღარასოდეს ჩემთვის არ დამთავრდა. აი ეს არის პირობითად აი ეს ორი მომენტი, როცა ფიქრი ჩერდება და როცა დისოციაციას ახერხებ, ასე ვთქვათ, როცა დამკვირვებელი ხდები რაღაცნაირი ჩვენი შინაგანი პროცესის. მე მგონი არ ვიცი თუ რაღაც ისე გითხარი რომ კი, გასაგებია. ახლა რაზე ვფიქრობ, იცით, აი ამ დამკვირვებლებზე, ახლა რასაც ამბობდით, მქონდა ხოლმე თერაპიის პროცესში თქვენთან რამოდენიმე სხვადასხვა დროის მე რო ხვდებით ერთმანეთს. ვიკრიბებით ერთმანეთს და თითქოს უზიარებთ ერთმანეთს იქ 3 წლის თამნა, 15 წლის, ეხლა 30 წლის, 40 წლის მაგალითად ქონდა ესეთი მომენტი და ერთმანეთს რო უზიარებენ ან გამოცდილებებს, ან დახმარებას თავაზობენ ერთმანეთს და რაღაცნაირად იკრიბება გუნდი, ესე რომ ვთქვა. და თითქოს ეს არის სადღაც გამთლიანების მცდელობა, ესე რომ ვთქვა, ხო, ყველა დროში სადღაც ფსიქიკა იყო ტრამვირებული, ესე რომ ვთქვა და მე რაღაც ხარე მოდის დასახმარებლად სიტყვაზე. აი ამ პროცესში რა ხდება ფსიქიკაში? იცი რა, ახლა შენ რასაც ეს ენერგიებია, აი წარსულში მძიმედ განცდები, როგორც მახსოვრობაში. ხო, ახლა ის კონკრეტულად იქ თამუნა პატარა 5 წლის არსად აღარ დარბის, ოღონდაც. ეს არის გარკვეული ფორმა, რომელსაც ქმნის შენ ცნობიერება. ეს ესე ვთქვათ, რაღაცნაირად მართვადი სიზმარია, მოდი ესე ვთქვათ. ხო, სიზმარში დაახშირა თქვენ სიზმრება ჩვენი ბავშვობის სახლი. და ის ემოცია ცხოვრობს ჩვენში, რომელსაც რა თქმა უნდა, როდესაც შენ ვიზუალიზაციის პროცესში, როცა ემოციაზე ჩადიხარ, ტვინი ქმნის იმ კონტექსტს, როცა ეს ემოცია გახსნა. ეხლა იქ თუ ძალიან ბევრი დარბის და კიდე ერთმანეთს ელაპარაკებიან, იქ ერთი შეკითხვა ისმის, რომ ვინ არის ის, ვინც ყველაფერ ამას უყურებს. აი ის არის ყოველთვის დამკვირვებელი. თუ შენ იდენტიფიკაციას რომელიღაც როლთან აკეთებ და იქ ვარ 15 წლის, რომელიც 14 წელი. ეგ არ ხდება მანდ არანაირი ინტეგრაცია. შენ ისევ გაურბიხარ რაღაც მნიშვნელობას და იწყებ შიგნით თამაშს, იმიტომ რომ რეალურად ინტეგრაცია ხდება. ნიშნავს რომ ეს ყველაფერი წავიდეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც შენ მოყავი სპამია. ხო, მაგრამ მე ერთიანი გავხდით. როცა ინტეგრაცია ხდება, მაშინ გაქვს განცდა რომ რაღაცნაირად მთლიანი ხარ და აღარ არის ბევრი რომელიც გეკაჩება. ცალ-ცალ. ხო, ეგ მოხდა თქვენთან. და იქ აღმოაჩენ რომ რაღაცა აღმოაჩენ იქ რაღაც მომენტში რომ ეს შინაგანი დიაგნოზი გაჩერდა. შიგნით სიმშვიდე აღარავინ აღარ გერჩის. და როცა ეს სიმშვიდე ხდება, შენი მთელი ენერგია უკვე შიგნით კი აღარ არის აქ მამათგაშველებაზე და დალაგებაზე პირობითად. სულ მეტაფორაა, რასაც მე ვამბობ ახლა, ხო? მე მგონი ჩვენი მსმენელიც მიხვდება. არამედ ეს ენერგია მიდის უკვე სამყაროში. როგორ შექმნა შენთვის კომფორტული სამყარო, კომფორტული ურთიერთობები, ნახო ადამიანები, რომლებთანაც კომფორტში ხარ. და ძალიან ხშირად ესეთი ტრანსფორმაციების მერე ხო ადამიანები ცვლიან ცხოვრებას.
ხო, იქ ურთიერთობებს სვლიან და უშუალოდ ზოგი პროფესიას იცვლის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს განცდა უჩნდება ნამდვილად რისთვის არის მოსული, აქ რა არის მისი რეალურად დანიშნულება და რისი კეთებისგან მიიღებს სიხარულს და ბედნიერებას. და მე ამ სკეთებას თუ მოახერხებ კიდე ცხოვრებაში ეგ არის. ყველა თერაპია მოკლედ რო ვთქვათ, იდეალურ ვერსიაში აი ამ გზას გადის, რადგან ახლა მე გელაპარაკე. და რამდენად არის აი სრულად ჰარმონიის შანსი ამ თერაპიების შემდეგ? მოდით ესე ვთქვათ, რას ვეძახით, სრულად ჰარმონიას იდეალური ვერსიები არის მოყვანილი, დაუშვათ ბუდა, ხო? დაუშვათ იქ აღმოსავლეთში, ვინც ასე ვთქვათ, მთლიანად აი ამ წინააღმდეგობებისგან ამისი მარკერი და მზომავი არის ყველა ადამიანია თვითონ. როცა ადამიანი ამბობს, რომ კარგად თუ არა, ამაზე მეც ვერ გეტყვის და თუმცა ახლა ალბათ შეიძლება რაღაცა ტესტირება გაატარო და აღმოაჩინო, რომ ეს ადამიანი მეტნაკლებად ადეკვატურია რეალობასთან და მეტნაკლებად იმას გულისხმობთ, რომ ახლა 100%-იანი არაფერი არ არსებობს ამ დედამიწაში, მაგრამ თუ ადეკვატურია 95% ის ადამიანი საკვალოს განიცდის, რომელიც ჰარმონიულია საკუთარ თავთან ურთიერთობაში და ემოციებს ნახავ რო იქ თუ რაღაცები არ არის ეგ ტესტის განახებს, მაგრამ არ გჭირდება ეს. ყველა ჩვენთაგანს ყველაზე კარგი ტესტი გვაქვს შიგნით. როცა მე ცხოვრება მიხარია, მზე რო ამოვიდა მიხარია და რო ჩავა მზე შვიდად ვარ და ეგ არის. ეს არის ალბათ ჰარმონია. როცა მიხარია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც მიყვარს, ხო? იქ ვიღაცა შვილთან, ვიღაცას, რა ვიცი, ქალთან, ვიღაცას განსაკუთრებით. აიცით რა მაინტერესებს ახლა? მე ძირითადად მუშაობ ხოლმე კარმულ ასპექტებზე. ჩემი ყველაზე საყვარელი და საინტერესო თემა არის იუნგისეულ ჭრtildeზე, ჭრtilis ინტეგრაციაზე, სელენა ლილიძე ჩემი ენაზე რო ვთქვათ. და აი თქვენთან როგორ არის ეს პოლარობები შიდა და აი ჭრtilis თემა. ეხლა შენ რაც მოყევი, ანუ ერთი და იგივე რაღაცაზე ილაპარაკე უბრალოდ სხვადასხვა ტერმინებში, იმიტომ რომ იუნგის ჭრtili და ჩემი დაუშვათ გაბრაზებული ბავშვი. იგივე არის, ხო თქვენ მაგიტო ვამბობთ, მაგას გეუბნები, რომ ჯამში ეს არის ჩემი ბნელი დაფარული მხარე, რომელსაც გაურბივარ, რომელთანაც არ შევალ კონტაქტში, ახლა იქ რომ თვალებს დავხუჭავ და შემში წარმოვიდგენ, ვიღაცამ შეიძლება შეშინებული ბავშვი დაინახოს და ვიღაცამ ურჩხული დაინახოს, ხო? ან რაღაც სხვა. რა მეტაფორაში გადის twini? ეს ბევრ რაღაცაზეა დაუშვათ, ხო? კულტურალურ ამბავზეა, მითოლოგიაზეა, რომელიც ადამიანი გაიზარდა, ოჯახზეა. ყველა ძალიან ინდივიდუალური აქვს როგორც წესი, მაგრამ ჯამში არში ეს არის ჭრილი. ჯამში არში არის შენთვის დაუშვათ, რა ვიცი, ლილიტის ასპექტი. ხო და მე თქვენთან რაც ეს ლილიტი მინახავს, ეს პატარა ბავშვი იყო, ტრამვირებული ბავშვი. ძალიან კარგი. ბევრი წლის წინ, როგორ ერქვა იმისა. აი ედგარ პოს არა გაქვს ნანახი, სამი ნაბიჯი ფრიშა რუსულად ერქვა, არ არის მესმენ. ერთი ორი იყო და იქ იყო ერთი ნოველა, ის ხო ფერლისგან და იქ აი ეს ასე ვთქვათ მაცტური, ან მაგალითად ქრისტეს უკანასკნელი სტუნება თუ გახსოვს, იქაც ეშმაკი ეს არის პატარა გოგო, პატარა ბავშვი, ძალიან მიმზიდველი და ესეთი მაცტური. იქეთ სიმბოლოც მოდის ხოლმე ხანდახან. ხო, ნუ შავთვარის სიმბოლოც ეგ არის. ანუ ამ ხელოვნებაში ძალიან ხშირად ეს მაცტური მაინც რქებიანი არ არის და გაბრაზებული ან ნუ პირიქით ახლა ჩვენთან ასტროლოგიაში კარგად რო გგონია, მაგ დროს დაგარტყამს რა თქმა უნდა, ეს შოკი არის ხოლმე, მე იმდენად აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. ძალიან ფილმში და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ საშინელებათა ფილმი რატო აწყობილი როგორც წესი სიუჟეტურად აქ არის რაღაცა პატარა გოგოები, რომელსაც დაუშვათ იქ რაღაცა შეიპყრო, გახსოვს ეს? აი ხო, ნუ აი კულტურაში შესიმძლე რაღაცა პატარა ბავშვის სიმბოლოსთან არის ესეთი უმციკლო საყვარელი რაღაც და უცებ რაღაცა პალებრო ფილმში გაანათებს ხოლმე და იქ შიგნით რაღაცა შეპყრობილია. ეგ არის შედი ლილიტი. თუმცა მაინც მე რასაც ხედავ ხოლმე ეს არის ძალიან ღრმა ტრამვირებული შინაგანი. ხო, რა თქმა უნდა, ოღონდ ახლა მოდი ესე ვთქვათ, ერთი მეორეს არ უშლის, ერთ მეორეს ავსებს. როცა რაღაცა პრობლემას მიყვები, იქ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დონე შეგიძლია გაიარო. შეიძლება იყოს ეს ბიოგრაფიული დონე, მაგალითად ბავშვობაში ყავდა ესეთი ტოქსიკური დედა, მე თვითონ გახდა რაღაცა. ხო, იქ შეიძლება აღმოაჩინო, რომ
სამშობიარო ტრავმაც ჰქონდა მაგალითად. მე არქეტიპებში შეიძლება აღმოაჩინო რომ წინა ცხოვრებაში რა ვიცი ჯალათი იყო და ვიღაცებს და მე კიდე აღმოაჩინო რომ დაუშვათ არქეტიპში მოდი. გავთავებლად გადიხარ ხა? ერთი და იგივე ასპექტის სხვადასხვა სხვადასხვა ასე ვთქვათ სიმბოლოში მოდის, მაგრამ არსი არის ერთი, ყველგან არის. და მე გადიხარ რაღაცა პირობითად, რაღაცა ბოროტების კოლექტიურ სიმბოლოზე, ხო, არქეტიპთან, ხო, ლუციფერია იქ რაც არის, ანუ ლილიტია თუ ბევრია იქ თელეგიონი. ხო, ხა ასტროლოგიაშიც არქეტიპი ლილიტის ის ბოროტება. ხო, ხა ასტროლოგია, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამას. ნებისმიერი ასტროლოგიური სიმბოლო ეს არის არქეტიპი. ანუ თავიდან როგორც უნივერსალური, ასე ვთქვათ, კოდი გელაპარაკება არქეტიპით. თუმცა კონკრეტულ ადამიანზე როცა შენ მიდიხარ და ელა იმას ხო კონკრეტულ ბიოგრაფიულ ამბებს უყვები. იმას რომ იქ დაუშვათ მორიელში აქვს და მეშვიდე სახლში ის ხო არის, რომ იქ ბევრ ამას ეთქვი დაუშვათ მის პირად ურთიერთობაზე. ბევრ ამას შეიძლება უთხრა დედაზე. განსაკუთრებით იქ მეშვიდე ხო იმისი მართველი თუ სადღაც მან არის მეოთხე სახლში მაგალითად ან სადღაც კიდე სხვა. ხო რაღაცებს ეთქვი უკვე ეს რაღაცა აბსტრაქტული უფრო და მეტაფიზიკური და არქეტიპული სიმბოლო კონკრეტულ ადამიანში კონკრეტული ცხოვრებისეულ ისტორიას იძენს. და ძირითადად მაგას შევებით ხოლმე თქვენ, როდესაც მიყვება და როცა შენ დაუშვათ ასტროპორტრეტს პსიქოასტრო ხო, ქმნი, აი აქედან გამომდინარე უყვება. ჯამში ეს არის არქეტიპი, რომელიც კონკრეტულ ადამიანის ცხოვრებისეულ სიტუაციებში კონკრეტულ ისტორიებად და პერსონაჟებად ასე ვთქვათ ფიქსირდება. ხო, თუმცა მე მაქედან მე ვიწყებ ხოლმე მაგალითად ნუ შეგიძლია პირიქით წახვიდე. შენთან აბა მითხარი, რომ გაცნობიეროს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ის რომ შენ არქეტიპი დაიჭირე ეხლა მოდი ესე ვთქვათ, ყველას ჩვენთაგანში ამ არქეტიპს აქვს ძალიან კონკრეტული რეალიზაცია, ხო? ვიღაცასთან შეიძლება ვილიტი იყოს კონკრეტული დედა და ვიღაცასთან შეიძლება სულაც არ იყოს ესე. და უფრო კოლექტიურ რაღაცეებთან მქონდა საქმე, გააჩნია ხა. აქ უკვე იმას უყურებ ეს ლილიტის აძის როგორ ზის და თვითონ ამ ლილიტის ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, სტატუსი როგორია, ხო? თუ არის ასპექტირებული ძალიან უკვე და კიდე ვისკდა ამას მე შენ რო გადასარევოთ ახერხებ ყველაფერს ვიცი. ხო, მაგრამ ჯამში დავიწყეთ არქეტიპიდან და დავედით კონკრეტულამდე. თერაპიაში კონკრეტულიდან ვიწყებთ და მიდიხარ ალბათ ეხლა ეს ესეთი ღრმა თერაპიებია, როცა არქეტიპამდე გადიხარ უკვე იქ უკვე ესეთი სერიოზული ტრანსფორმაცია ხდება ადამიანის. განცდადობა გეცვლება, რომ შენ არ ახარ რაღაცა კონკრეტული ტიპი, რომელსაც უფრო შენ თავს სხვანაირად შეიმეცნებ, სამყაროს პროცესს სხვანაირად შეიმეცნებ, ხო? ამიტომ ის რაც გუშინ რაღაცა დიდი ტრაგედიად მიგაჩნდა აღმოაჩენ რომ ეგ იმიტომ გახდა ესეთი რომ ძალიან დიდი ფასი დაადე შენ ამბავს იმიტომ რომ ბავშვობიდან გასავლიდან რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღმოჩნდება რომ ეგეთ რაღაცა ძალიან ცოტა რჩება შენთვის მნიშვნელოვანია. აუ ეხა აი მაგას რომ ერთის მომენტი. ეხა შამთვარეზე და ამ არქეტიპებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩვენთან ასტროლოგიაში არის ესეთი თეთრი მთვარე. ეს არის კავშირი უზენაესთან ეზოთერულ ასტროლოგიაში ესე ვამბობ, მაგალითად თქვენი სელენა ეხა გავამხელდა მშვილდოსნაში არის და ეს არის პირდაპირ კავშირი სამყაროს კანონებთან და ამ ენერგიის გამტარი არის სული და ამითი უკავშირდება ღვთიურ ენერგიას. სელენა ეს არქეტიპია ჩვენთან. და მართლა რომ დაუყურებო ადამიანი რომელიც სელენას ზის ესე რომ ვთქვათ ასტროლოგიური ტერმინით. აი მართლა ნათელი მოდის ხოლმე ისეთი ადამიანისგან და საქმეებსაც მართლა ნათლად აკეთებს ყველაფერს. და აი ის არქეტიპი მაგალითად სისუფთავის და მაღალი მორალის რომელიც სელენა არის გამტარი. ფსიქოთერაპიაში როგორ იყენებთ ამ ენერგიას? იცი რა მოდი ესე ეხლა მოდი ცოტა ხანი სელენაზე და ლილიტზე აი ეს მაღალი მორალი, ოღონდ ავთენტურ მორალს გეუბნებით, ან ავთენტურ სისუფთავის და არა. როცა ცდილობ, რომ ძალიან ავთენტურად მორალური გახდე, იქ ხარ ყველაზე ამორალური ყოველთვის რა. ანუ ლილიტი აქტიურდება. რა თქმა უნდა, თუ გინდა რომ ლილიტი გააქვთ, უნდა გადაწყვეტო, რომ დღეიდან იქნები ძალიან მორალური. საერთოდ თუ აღმოაჩენ ხალხს, რომელიც მორალზე ბევრს ლაპარაკობს, ყველაზე ამორალურია ხოლმე. აი ეს ხალხია, რომელიც ეთმასწნება რაღაცა რელიგიურ ამბებს რა. მაგ მორალზე იმდენად არ მაქვს საუბარი, რომელ მორალზე? შინაგან აი რაღაც ღირებულებებში, რომ
მყარი ხარ და არ ღალატობ აი ამ ფასეულობებს და ღირებული. ეხლა ვიზე ამბობ მაგას. ზოგადად ამბობ, სელინა ნუ არ ვიცი ეხლა ეგეთი ხალხი საქართველოს ისტორიაში თითითაა ჩამოსათვლელი, რომელიც იყო მყარი და არ უღალატა თავის მორალს, ეხლა ჩამოვთვლით, ხო? ხა ადამიანები ვართ ყველა. ძალიან სუსტები, ძალიან ხშირად ადვილად გვეშინია, ადვილად ვცვლით რა, ყველა. და ეს არქეტიპი, თქვათ, ადამიანში თუ დაგინახავთ თქვენ ესე თერაპიის დროს. ეს არის ჩვენთან ის ღერძი, რასაც ის არის, როგორ არ დამინახავს ახლა, მაგრამ მოდი ადამიანები არ მოდიან, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაცას, რაც უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ვიბრაციაზე, რაც გულისხმობ ვიბრაციაზე. როცა შენი არსებობის განცდადობა აღარ არის დახორდავებული რაღაც მატერიალურ რაღაცებზე, ცოტა უფრო მაღლა უყურებ რა. იქ ეს არ არის რაღაცა პროცესი, როცა მე მინდა რომ მორალური გავხდე. თავისთავად გეცვლება მორალი. მოდი ესე ვთქვათ ახლა, აი ხშირად მომიყოლია ეგ მაგალითი. აი მაგალითად ადამიანი, რომელსაც გონია რომ მაგმის ციკლთან ერთად ყველაფერი დამთავრდება, ხო? აი აბსოლუტურად ესეთი უხეშად მატერიალურია. მე არ გეუბნები რომ მატერიალისტი, ეკიდე სხვა რამე, იმიტომ რომ ბუდისტები ამბობენ რომ საერთოდ ყველაფერი მატერიალურია, მათ შორის ღმერთიც, რაღაც გაგებაში ისიც რაღაც მატარებელია, ხო? აი უყურე, ადამიანი რომელსაც ჯერა რომ მაგალითად არსებობს წინა ცხოვრებები და კიდე მისი, ასე ვთქვათ, მორალური განცდადობა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ხო? მე თუ მგონია რომ ყველაფერი მთავრდება და არაფერი არ იქნება, რაღაცა სხვანაირად ვიცხოვრებ, ვიდრე თუ მგონია რომ მაინც და მაინც ახლა ბევრჯერ ვიყავი ვიქნები და რაღაცებზე პასუხის მომთხოვეს. რომ კი არა მომთხოვს, მაგრამ თვითონ კარმა რა არის? კარმა არსებობს. კარმა რა არის? ხო, მიზეზ შედეგობრივობა. ის კი არა რომ ცუდად მოიქეცი და მე ცუდად იქნებ. ეგეთი რამე იქ არ არის. შენ თუ სადაც სერიოზულად ემოციურად გაიჭხირე, ის ემოციის გავლა მოგიწევს, თორე ეხლა მოდი ესე ვთქვა, თუ არსებობს ადამიანი, რომლის პროფესია არის ვიღაც, რა ვიცი, ახლა პროფესიული კილერია რა, რომელს ემოცია არ გააჩნია, აკეთებს საქმეს. ის კარგულად აღმოჩნდება, რომ ეს მეც არ ზიანდება. იქ ზიანდები, სადაც ემოცია გიჭერს. ხო, ეს მოკლედ ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკო, მე სხვა რამე მინდა. როდესაც მე შევიმეცნებ ჩემ თავს და ჩემი თავიდან შევიმეცნებ ჩემ ყოფას, ჩემ არსებობას და სამყაროს, რაც უფრო ეს გაცნობიერების პროცესი იზრდება, მორალი ავტომატურად მეცვლება. ეს არ არის მიზანმიმართულად. ყველაზე საშინელება, როცა მორალი ხდება დოგმა. შიშზე დამყარებული მორალია. არა, როგორ არა ეხლა. ასტროლოგიურად ეგ არა, ასტროლოგიაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მთელი სამყაროს უბედურებებს აკეთებენ ეს ხალხი რა, რომელსაც აიძულებდნენ ამას, ხო? სტალინიდან დაწყებული ყველა სემინარიიდან დამოსული ხალხია, ხო? ძალიან ბევრს ნახავ ეხლა. ხო? რატო? ხო, იქ არ არის მორალთან არაფერს შუაში. მე უფრო ეგოს ემსახურება ხოლმე ეგეთი მორალები ვიდრე. მაგრამ არის მორალი, აი ეს შინაგანი ზუსტად რასაც ამბობდით, ხო, რომ აი სწორად უნდა ვიცხოვრო, მაგალითად, რომ სწორად ცხოვრებას რა თქმა უნდა არაფერი არ უნდა, საერთოდ უნდა არაფერი, როცა ესე ცხოვრობ, ხო და რაღაცნაირად ცხოვრობ, რაღაცა მაღალი ღირებულება საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიხარი მეშობა. მოდის მაღალი დაბალი და ძალიან ეს პათეტიკა არ მიყვარს ეგეთ რაღაცებს ლაპარაკი და რას ნიშნავს მაღალი და დაბალი რა, ხო? ვინ შეგიფასა ეს? მაშინ შენ თუ მაღალი და დაბალი შემოყავს, მაშინ მარკერიც უნდა შემოიყვანარო, ხო? იქ რაღაცები აღმოჩნდება. როცა საკუთარ თავთან ხარ თანხwebdriver-ში და საკუთარ სინდისთან კარგი სიტყვა, ხო, აი მაგას გულისხმობდი. ის შიგნით ვინ ზის, ის უნივერსალური პრინციპია. ამიტომ იქ თუ კარგად ხარ, მაინც და მაინც დიდად აი მაგი არაფერი არ გეშლება. ამიტომ რაც უფრო მთლიანი ხარ, კაი, სხვანაირად გეტყვი. რაც უფრო მთლიანი ხარ, საერთოდ ეს მორალური არ დილებები არ გიდგება მაინც და მაინც. როცა ამისგან პრობლემას არ ქნი, ის არც ხდება. მოდი ესე ვთქვათ, არის შენ ამ რეალიზაციაში ამ დილემების გადაჭრა კარგული ამოცა და მაშინ დაგიდგება. ხალხი ისე იბადება, ისე ხდება საერთოდ ამაზე არ უფიქრია და არც არაფერი არ გაუფუჭებია და ბევრი სიკეთე უკეთებია და არც უფიქრია იმაზე, რომ როცა ამას აკეთებ და რაღაცნაირად სიკეთეს აკეთებს და რაღაცნაირად ღმერთთან ბონუსებს არ უფიქრია ამაზე, რომ მისთვის ეს ცხოვრება იყო ჩვეულებრივი წესი ესეთი. ხალხს ნახავ, რომელიც ეკლესიებს აშენებს, რაღაცეებს შვება და გონია, რომ იქ რაღაცა ჩაეწერება, რომ მოვა იქ ვიღაცა ой, капшакში ეგ შეიტანა თუ არა, იქ ვიღაცა დაუთulis თუ არა. ეგეთებიც არიან. ხო, ნუ იქ ეხლა მაგას თუ მაღალ და დაბალ
გააჩნია, ყველა თავისას გადის რა. იმისთვის ღმერთი ბოსია, რაიკოვის დივანია, რა ვიცი, ოლიგარქია, ვიღაცა, ესე უყურებს ღმერთს რა და შესაბამისად ცხოვრობს რა. კიდე მაინტერესებს ერთი და იგივე სცენარები ფსიქიკაში რა პრობლემას ქმნის, აი ერთი იგივე მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები, მსგავსი სამსახურები ერთი და იგივე სცენარი რო ვითარდება. როგორც ესე ხე, რასაც შენ მეუბნები, გულისხმობ არა, რაღაცას გულისხმობ, იმას გულისხმობ ის რაც მაინც ხალის კარგი არ არის, ეცუდად თავდება რა, მაგალითად აი ხალი 4 ჯერ გათხოვდა და 4-ვე ნარკომანი კვარი აღმოაჩნდა. თან აღმოაჩნდა, მე გაიგე. რაღაც აი ერთი და იგივე სცენარში შედის. ეს არნიშნავს, რომ არის რაღაც ამოცანა, რომელიც უნდა გადაგეჭრა და რომელიც ვერ გადაჭერი რა. ნუ მე შენთან რომ მოვა იქ შეხედავ და იქ შენთან რომ მოვა მე ვეთყვი რომ აი თვალებს აი გაიხსენე ხო აი ეს განცდა რა როდესაც ვიღაცა შველი და ნუ იქ შეიძლება მოგიყვეს რომ იცი ამაჩების ნარკომანი იყო მთელი ცხოვრება და ჩემი იქ რაღაცები შვებოდა მაგრამ ნუ მაინც ვერ უშველა მაგრამ ამიტომ ექნება განსაზღვროს უნდა ხოს რაღაცა ისეთი რასაც ვერ უშველის იმიტომ რომ ეგეთი ბევრი შეიძლება მაგრამ იქ როგორც წესი თუ ის ადამიანი ცხოვრების სტილს შეიცვლის და აღარ кайფობს, ამისთვის აღარ ხდება ის საინტერესო, იმიტომ რომ თელი მუღამია ეს кайფი. ეხლა ეს მაგალითად ხშირად მომაქვს მეტ ქართული რეალობისთვის გასაგებია ქალები რომ ის ვერ ხოლმე რას ვლაპარაკ. ამიტომ ეს არის რაღაცნაირად შენ ბავშვობაში გადაუჭრელი რომ ვიღაცაზე უნდა გეზრუნა და ვერ უშველე მამაშენს და ამიტომ სხვა კაცს ვერასოდეს ვერ უშველი სინამდვილეში. და რა ხდება მაგ დროს თლიანად შეცვალონ არაფერი იმეორებ ერთი და იგივე სცენარებს იმიტომ რომ გინდა რომ რაღაცნაირად დაბრუნდე და გაიმეორე ის ემოციები რომელიც იყო სანამ არ ჩახსნი შენ თავში ამას და არ ამოწურავ და შენ თავს რაღაცნაირად შიგნით არ ეთყვი რომ იცი რა დამთავრდა ეს ამბავი და საერთოდ მეტის ღირსი ხარ და საერთოდ არავის ვალე არ აქვს ყოფილი ქონია თერაპია ეგ არის ხა ეგეც თუ ვერ შეცვალე მაშინ ის ხალხი ფულს არ გადაგიხდის მას კი არა და თქვენ ქონიათ ესე იგი ეს არა ჩემი кейსი ახლა რასაც გიყოლე რა ბევრი წლის მაგრამ ეგ იმდანად გავრცელებული ახლა რა მნიშვნელობა აქვს იქ ვიღაცაც ყავდა მაგალითად რა ვიცი ნაძირალა და მოთამა ერთის და მეორე კიდე უფრო ნაძირალა იყო და მესამე საერთოდ გაძარცვა და სახლი წაიღო და რაღაცები ნუ არის მაგრამ ეს ისტორიები გამეორდა ხო კაცების ისტორიებიც არის როგორ არ გაუმართლა არასოდეს არც ერთ ხალხში ხო და პირობითად გეტყვი, ეგეც ბევრს გეტყვი, ხო არის ადამიანები, რომლებიც სულ ნაწყენები არიან ვიღაცაზე. არიან ადამიანები, რომლებიც სულ ვალი აქვს. რამდენიც არ უნდა კონდეს, ცოტა ხელში მოახერხებს რომ ვალი კონდეს. იმიტომ რომ მიზანი ამისი არის, რომ აი განიცადოს რაღაცნაირად თვითგემა და რაღაცნაირად ამისგან მიღებული სიამოვნება ის ისეთია, რომელსაც ვალი აქვს. და რა არის აქ სასიამოვნო? აი რა არის ფსიქიკაში ისეთი? იცი ყველაზე მძიმე რა არის თერაპიაში. ის კი არა რომ ადამიანი გაანთავისუფლო მაგალითად სიმპტომებიდან. მაგალითად მოვა ადამიანი და გეტყვის 2-3 დღეა ვარ კარგად, მაგრამ მე არ ვიცი ესე როგორ ვიცხოვრო. მას არ იცის როგორ იცხოვროს, პანიკოთ, ტკივილოთ, უშიშოთ. ეგ ხანდახან უფრო ძნელია ვიდრე იმისი მოხსნა. იმიტომ რომ მისი ცხოვრება, მისი სამყარო სურათი და დრო არის ეგრე დალაგებული, რომ დილიდან საღამომდე უნდა ებრძოლოს რაღაცას. შიგნით. და რაღაცა მეორადი სარგებელი სხვა აქ ამას, მაგრამ მოძრაობენ სულ. მეორადი სარგებელი რაც არის, ეხლა გითხარი, ეს არის кайფის მიღება მაგისგან და ეგ ეხლა მოძრაობს და რაღაცა, ეგ არ არის სარგებელი, ეგ არის საშუალება, რომ კიდე უფრო მიიღო ჯერ პირველადი სარგებელი, მერე მეორადი სარგებელი. არა და მე რასაც ვაკვირდები სამყაროს სულაც არ უნდა ეგრე ჩვენ თვითგებაში. სამყაროს საერთოდ არაფერი არ უნდა. თავისუფალი ხარ, რაც გინდა ისაკეთე. სამყარო ხდება ისეთი, როგორც გინდა რა. თუ სამყაროს კანონებს ვიყვებ, მაშინ რაღაცები ლაგდება კარგად. თუ არა და სამყაროს არაფერი არ უგინდა. ეხლა დაიშლები დღეს. ნუ რეინკარნაციების თუ გჯერა, მე კიდე რაღაცა აეწყობი, მაგრამ აქ მიყენებული ასე ვთქვათ, ნაკლების გასწორება და ესე ამბობენ. ხო, იმიტომ რომ ესეც იქაც არ არის რაღაც ესეთი მიზეზ შედეგობრივია რა, სამყარო. ყველა მიზეზს აქვს შედეგი და ეს თან კიდე რაღაცა მოხერხებული თეორიაა, ხო, ეხლა კაცს რო კარგი კაცი იყო მთელი ცხოვრება, არაფერი არ გაუფუჭებია და ტრამვაი გადაუარა და ორი ფეხი, ხო რაღაცა უნდა ახსნა რატომ მოვიდა ამ კაცს და ხო არ დააბრალებ ხე ზემოთ რაიკომის მდივანს. და მე ვიტყვი რომ ალბათ წინა ცხოვრებაში ვიღაცებს ფეხები მოაჭერა და კარგი ასახსნელია სინამდვილეში. ადვილია ეგრე ცხოვრება. სხვათა შორის მე რასაც აი ჰიპნოთერაპიას ადრე ვიკვლევდი საკმაოდ ისე ინტენსიურად, რუკიდან გამომდინარე.
ჰიპნოთერაპიას რუპიდან როგორ გამომდინარე როგორ ეს ჰიპნოთერაპიის გამოცდილებებს მიყვებოდნენ ზოგჯერ მეც ვესწრებოდი და ვხედავდი თქვათ იმათ არქეტიპში რა იყო და რუკაში რა უჩანდათ და სხვათა შორის ძალიან აი ხო წერია რუკაში რომ ესე მაგალითად შაბლონი ხო ძალიან ინდივიდუალური იყო გამოცდილებები. ეხლა მოდი ესე ვთქვათ. და აი საერთოდ როცა ჰიპნოზში, ანუ ადამიანები ჰიპნაბელურობით, ანუ რამდენად მოწყვლადი ვართ პროცესში, მიმართ განსხვავდებით. აი ეგეც მაინტერესებს. განსხვავდებით, მაგალითად, ვიღაცა თვალებს ხუჭავს და აქვს ვიზუალიზაცია, რომ ფილმს ხედავს, ვიღაცას გვიჭირს, მეც მიჭირს ვიზუალიზაცია საკმაოდ. განსხვავებულები. რუკაში ჩაანს ეს, ჩაანს. რუკაში ალბათ ნეპტუნს უნდა შეხედო ყველაზე უფრო ძალიან და სად არის, ხო? და ხო არ ჭედავს ახლა ის ნელად ადის ახლა მაინც და მაინც არ შეცვლის მაგრამ და კიდე ხალხი რომელსაც დაუშვათ წყლის ნიშნები უფრო აქტუალ და მთვარე რა თქმა უნდა აუცილებლად და აი ეს ორი მახასიათებელი როგორც წესი ახლა როცა დიდად არ მჭირდება მე იმიტომ რომ ადამიანი თუ დაждდა და მაინც და მაინც მაინტერესებს შევამოწოს არ მჭირდება იმიტომ რომ ხუთი მივხვდები ჰიპნაბელურია თუ არა მაგრამ როცა არ მეზარებოდა და რაღაცნაირად ვამოწმებდი იმიტომ რომ ასე თქვა პროფესიული ინტერესი მქონდა რა განსაზღვრავს აქ. ეს არის ნეპტუნი და მთვარე და რომელი ისინია უფრო ასე ვთქვათ დატვირთული რა. ბევრი რამ მე-12 სახლი არის მანდ მე კი ბატონო მეც მერვე სახლს ნახავ ანუ კი ბატონო. თუმცა შენ არ ახარ ახლა ჩემპიონი ვიზუალიზაციაში რო გითხრა ხო იმუშავე. ხო, მაგრამ ნუ ეს ფარეთხის ხო, ნუ ჭედავს ახლა რაციონალიზაცია. ხო, ჭედავს და გამიწევს ცოტა. მაგრამ ნუ რაღაცა გააქვს, მაგრამ ამასაც არ აქვს ახლა. მაინც და მაინც როცა მუშაობ ახლა დიდად ეგ, იმიტომ რომ თუ მაინც და მაინც ამას ვერ ახერხებს, ის სხვა რესურსით ახერხებს აუცილებლად. დაუშვათ კი ესთეტიკით. და აი ხმა ჰიპნოზით რა შეიძლება რა შეიცვალოს. ეცერ არ ხმა რას ნიშნავს ხმა ჰიპნოზი მსუბუქი ჰიპნოზი რა შენ სომნამბულო ჰიპნოზე თუცა ამბობ ეს არის ესეთი პარადოქსალური მდგომარეობა მაგ სიღრმეში რომ გავიდეს ადამიანი ცალკე ფენომენალური ხალხია და აი ეგეთი ხალხი არ არის ისე ბევრი იქ შეგიძლია წარმოუდგენელი რაღაცა ნახო იქ ფაქტიურად ნახავ საერთოდ ჩვენი ცნობიერება როგორ აფორმატებს სამყაროს არა მხოლოდ წარმოსახვაში, დროში, სივრცეში და რეინკარნაციებში და ბავშვურ და მეხსიერების ფენომენებს, აი რაღაცა ის ნორმალურ ფენომენებს ავლებთ. ესეთი ხალხი როგორც წესი არ არის ბევრი. ამ ასე ვთქვათ, ამგვარ სიღრმეში ვისაც შეუძლია ასე ვთქვათ ცნობიერება ჩაუშვას, ხო? იქ ნუ თავისი ნეიროფიზიოლოგიური ამბები აქვს. ხო, ეს რაღაცა ტეტა ასე ვთქვათ, სიხშირეზე რო twini და თუ ესეთ ადამიანთან მოგიწია მუშაობა, ეხლა მე აღარ ვშვები ამას, იმიტომ რომ დღეს თავის დროზე ძალიან ამოვწურე ეგ თემა, რისი ნახვაც მინდოდა, ეხლა ჩემი გოროსკოპი ნანახი გაქვს, იცი რომ მე ცოდნა ჩემთვის მჭირდება ხოლმე და არა სხვისთვის, ეხლა დიდად იმიტომ რომ რაღაცა მე შევქნა, არა, მე თუ რაღაცა გავიგე, მე თავს ვანებ. ამიტომ მაშინ რაც მაინტერესებდა, ის მაშინ იცოდნა და ბევრი მყავს მაშინ ნანახი. ეხლა არც ვცდილობ რომ მაგ სიღრმეზე ჩავიდე, თერაპიას არ ჭირდება ეგ სიღრმე. ეს არის უფრო ექსპერიმენტალური სფერო რა. და იქ წარმოუდგენელი ფენომენები მაქვს. ეხლა ბევრი იმაში მაქვს პოდკასტში ნალაპარაკები, რაღაცებს შეუძლიათ. კი. ნახონ ამაზე და აღარ გავიმეორდები. სხვათა შორის ტრანზიტებსაც აქვს ჩვენთან მნიშვნელობა. აი პირველი აი დაახლოებით 10 წლის წინ რომ ჰიპნოთერაპიაზე ვიყავი. აი ისეთ სიღრმეში ჩავედი. რომ საერთოდ ჩემი წარმოშობა ნახელა მის და პლუტონი მთვარის შეერთება. აუცილებლად ეხლა ჩვენთვის კონკრეტულ მომენტში შენ არსებობ შენი ასე ვთქვათ იმ გოროსკოპით ხო არა არსებობ ტრანზიტით და შენი გზნობიარობა, სენსიტიურობა იცვლება. მე შენ სხვა რამეს გეტყვი. რომ მთვარე შეუერთდა ჩემსას, აი რაბერის მქონდა. თუ ესე შევხედავ ხი მთვარის ასე ვთქვათ 2 დღის განმავლობაში შეიძლება დილა სხვანაირი კონდეს და საღამოს სხვანაირი. ეგ თუმცა ეხლა ბაზისურად თუ მედიუმი ხარ და აი სომნაბულები ქვია ეს ხარ მაგრამ ხო მეტნაკლებად თორე ჩვენ ეს ფანჯრები გვეხსნება აი ხალხი რომელიც აბსოლუტურად არ ქონია მსგავსი გამოცდილება სიზმარიც არ უნახია ეგეთი ხალხი პერიოდებში ისეთი ასე ვთქვათ როგორ ქვია გაცნობიერება ქონდა ხო ამოფრქვევები ხდება აი ამ რაღაცა პლასტის რო წარმოუდგენელი ხო მეც მქონია რამდენიმე და ვიცი ეს არაფრიდან ანუ და რო ვნახე მე აი ის ფანჯრები იყო ტრანზიტული გახსნილი რა ზუსტად ანუ ეს ფანჯრები ხო ეხლა ესე სულ მაგას ვამბობ ხოლმე ხანდახან არ მოგწონს
ეს ადამიანს ხოროს ვასკულავები კი არ მელაპარაკებიან ჩემზე. ეს მე ვარ სუმაგას ვამბობდი მე. ჩვენ ვართ ეს ვასკულავები. შენ კი არ მოგწონს ვიღაცებს აქვს რომ იქ რაღაცა არაფერი არ მოქმედებს. კონკრეტული კონტექსტიც ასე ეს არის ის რაც მე ვარ. ეხლა რა განწყობაზე ვარ, განსაძობაზე ვარ, ჯანმრთელობის სტატუსში და სოციალურ ურთიერთობებში. ეს არ ამის სურათია. აი ზუსტად სურათია, კი. სურათზე ვლაპარაკობ და არა ის რომ იქ რაღაცა რომ მოხდა, ეხლა მე აქ წყლარად ვიჯექი და იბან რაღაცა შეცვალა. სამყარო ერთი ველია, ხო? და ეს არის მარკერი ამ ვერზე წარმოადგენას მიქმნის. ამ კონკრეტულ თეორიაზე რომ ვილაპარაკოთ. არა, რა უნდა ვილაპარაკოთ? მე მაგაზე ვინმე სხვა ესეთი ფიზიკოსი მოვიყვანე მეც გელაპარაკება. ხო, დღეს ეხლა მაგალითად პრაქტიკაში აი ველში რო შემოდის კლიენტი. არა, როცა ეხლა გითხარი ველი, სამყარო ერთიანი ველია. აი სადღაც კვანტური ფიზიკა გეუბნება რომ ერთი ველი არსებობს და ჩვენ ვართ ეხლა ერთმანეთს ეს ამ ველის რაღაცა რეალიზაციები, ხო, იქ რაღაც თავის კანონებია. ხო და ეხლა მე და შენ რასაც ველს ველაპარაკებ, ადამიანი ცუდი აურა ქონდა და იქ რაღაცა შემომხედა და გული. ხა აქ ჭირდება გველი, ძალიან კონკრეტული ფსიქოლოგიური მექანიზმები თუ რამე იხსნება, აღარ ვართულებ ხოლმე ხა. ვიღაცა ხალი შემოვიდა, შევხედე და რაღაცა და მე ძალიან რო და აღმოაჩინე რომ აი რაღაცა დეტალებით გამომეტყოლებით ხმით ვიღაცასთან ასოცირდება ჩემთვის რომელიც თავის დროზე შეიძლება ბევრი წლის წინ ეხლა აღარ მახსოვს მაგრამ დაკავშირებული იყო რაღაც ნეგატივთან. ამიტომ ასე ვთქვათ მისმა სურათმა ჩართო ჩემს ასე ვთქვათ სადღაც სიღრმეში მეხსიერების რაღაცა მსგავსი გამოცდილება და არ ჭირდება ეხლა მაგას დიდი ველი. ეხლა ეს ბიგოების გასვედაბერ ვიმუშაოთ იმ წარსულზე. ხო, ნუ ამიტომ ეგეთ ხალხი რო ცხოვრებაში ეხლა ესეთი ადამიანიც კარგი მასწავლებელია შენი. ყველაზე დიდი მასწავლებლები ჩვენი არის ხალხი, რომელიც გვიქმნის გარკვეულ ემოციურ ტრიგერებს წარმოადგენენ ჩვენში. რატო? ის ხალხი როგორღაც ახერხებს რაღაცა იმ ნაწილს მიადგეს ჩემში, საიდანაც მე გახედვა ძალიან არ მინდა და ის გაიძულებს. ან მთელი ცხოვრება უნდა თქო რომ ეს ხალხი ადამნაშავე, ან შიგნით ჩაიხედო და რაღაცა შეცვალო. მაშინ მასწავლებელია თუ არა და შეიძლება ჯოჯოხეთად გადაგიქცეს, ხო, ვიღაცა. მაგაშია საქმე. სხვა შორის ეგ ნაწილი რომ აი ვიღაცა სხვა არის დამნაშავე. ძალიან ხშირად ასტროლოგიაშიც მიდიან ხოლმე რომ აი ასტროლოგიამ მითხრას, მე რა ბედი მაქვს მაგალითად ან სხვა ისეთ იმებთან მკითხავებთან მივიდნენ, ანუ რაღაც ნევროტული შფოთვა არის ხოლმე, რომელსაც უმკლავდებით გარეთ ვეძებ პასუხებს და არა შიგნით. ნევროტული პირველი რეაქცია გაქვს რომ რა მომივიდა, ხო? თავიდან ვიწყებ ექიმებთან გული წდება რაღაცა ხო, ჯამთელი კარგად ვიყავ, მე რაღაცებს, მე ჯადოებს ეძებს ვიღაცა, მე რაღაცას ეძებს. მიზეზი გაქვს გარეთ. ყოველთვის და ერთ-ერთია გეტყვიან როგორი ტრანზიტები ხა კიდე ტრანზიტებზე კი არა და სხვა რაღაცებსაც გეტყვიან ისეთებს ხო პლათასტროლოგიას არ ეხება ეს ადამიანის ბუნებაა ყოველთვის რაღაცა გარეთ იპოვოს რაღაცას დააბრალოს ანუ რაღაცნაირად ხო ეს ლოკუს კონტროლი გაწიო რაღაცა სხვა ადამიანში ამბობთ სამყარო ანარეკლია ჩვენში თელი სამყარო შენ ხარ ის ვინც გახჭობს შეწევის დროს ისიც შენ ხარ და ვისაც აღჭობენ რა თქმა უნდა შენ ხარ ვიდრე აბზიგად სულად ხარ და რას ერჩი რა ეგ არის შეკითხვა ხო სხვათა შორის განცდა მაქვს რომ თქვენ ძალიან ხშირად თერაპიაზე სულ მაგას შეგყავართ რომ სიყვარული ანუ სიყვარული აი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთან რაღაც ნეგატივი არის, რომელიც ბაშურება მინდა და თქვენ მეუბნებით, რომ აი უთხარი რომ მეყვარხარ. და 4 ემოცია, 4 ემოცია, რომელიც მარტო ადამიანს შეგვიძლია. 4 ემოცია და 4 შეიძლება ემოციას არ განწყობა. არ ეს არის რაღაცნაირად აქტი. აი უყურე. უპირობო სიყვარული, მადლიერება და პატიება. აი ხა უყურე, პატიება ავიღოთ ყველაზე მუშა რატოა. აი პატიება რომ მე რო შენ გაპატიო რაღაცა პირობითად ჩემმა ტვინმა უნდა გააკეთოს ძალიან რთული ოპერაცია ეს კონტექსტი უნდა წარმოიდგინოს მე ეს მიმართება შექმნას და მე ეს მიმართება წაშალოს აი საოცრთულია ეხლა სხვა არც ერთი ბიოლოგი არც ერთი ცხოველი მაგას ვერ ახერხებს ალბათ ეხლა ეს ჩემი კატა არ გპატიობს უბრალოდ ავიწყდება წინა დღეს რომ საჭმელი მაინც და მაინც ის არ აჭამე რაც უნდა ხო და ამიტომ ნუ მეორე დღეს კარგ ხასიათზე და ჩვენ რაღაცა როეგეთი მოგვივიდა და მე რაღაცა ბოღმა გვაქვს. და ანუ თვითონ ესეც რთული რაღაცა უნდა გააკეთოს და გაიწმინდოს. ანალოგიურია ხო, როცა უპირობოდ მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. ამიტომ ეს 4 ბაზისური ემოცია რომელიც ჩვენ გვცვლის, ეს არის უნივერსალური ანტივირუსები.
ეხლა როგორ მუშაობთ, მე და შენ ნანახი გაქვს, ხო მარტო ეს არ არის. თელ მუღამია მე შინაარსობრივ კონტექსტში როგორ ჩასვავ, მაგრამ ნუ ეხლა ეს ძალიან პროფესიონალ რაღაცებში გავალ და Xbox მაინც და მაინც არ არის ჩვენი ფორმატის ეს. ხო და ეს ახლა მე არ მომიგონია, რაც ადამიანი არსებობს, ყველა დიდი რელიგიის უკან ეს 4 ემოცია დგას. ეს არის უნივერსალური კოდი, როცა შენ ანულებ ფაქტიურად ყველაფერს. როცა ჩადიხარ ძილში, სადაც არის ალფა და ომეგა. სადაც როცა ამას უშვებ, იქნით ღმერთი მეხა შორს ავართ კიდე თორე საერთოდ ქრისტეს სიყვარულის და პატიების ღმერთია. ძირითადი ფსიქოტექნიკა ქრისტიანობაში ეგ არის. ამიტომ ახლა მე და შენ რას ვაკეთებთ? თავის არსით ძალიან ქრისტიანული თერაპია. იმიტომ როგორც კი ნეგატივს სიყვარულით შევხედე, ის მერე აი რაღაც ეგ ახლა იქ არსებობს დაუშვათ. და მერე სინამდვილე და მერე სიყვარული ვაკეთებთ, რომ რაღაც არსებობს კიდე დიდი ახლა ზარმაზარი სხვა გამოცდა ტიბეტურ იოგაში და ტიბეტურ ალქიმია ქვია ტიბეტური, როცა გეუბნებიან, რომ აი უნდა აიყო ყველაზე უფრო მძიმე რაღაც ემოცია გულში და მოხარშოს სიყვარულის ზღვაში. და მაშინ ის გადაიქნება რაღაცა ოქროთ. როცა ბოღმას დალთ, ამას როგორც ვაკეთებთ. აღმოჩნდა, რომ ტრანსფორმაცია თავისით ხდება. ანუ ბევრი რამე აბსოლუტურად ტექნიკამდეა იქ დაყვანილი, იმიტომ რომ იქ არის საუკუნეები, საოცარი ხალხი ამას შვებოდა და ამ ცოდნას აგროვებდა და გადასცემდა და მე ხვეწავდა, ამიტომ იქ გაცილებით უფრო ეფექტურები ხარ. მე არ ვიცი ტიბეტში, მაგრამ მაგალითად გაგიგია ჩინელი ფსიქოთერაპევტები. ჩინელებს ნევროზია აქვთ. ой, მაგას არ ვიფიქრი. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცას აღმოაჩენა. ვიტომ რომ იმათი სამყარო არ გულისხმობს ხოლმე ხალხალ ამას. და იქ რომ მიხვალ საერთოდ კოლექტიურ როგორც არ უნდა იყოს, ეხლა იქ თუ რაღაცა ესეთი გული აუფანცალდა ცოტა მაინც, მივა და იქ ორნებს გაიჭობს და ენერგია რაღაცას იზავს. არა. ხო, არ გაგიგია რა. ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით დიდად არაფერი არ უქნიათ. ხო, აი ეს არ ვიცი, ჩვენ ქვეყნის ემოციური მდგომარეობა როგორია? ეხლა ჩვენ ქვეყანაში ხალხი საზოგადოება. ეხლა სინამდვილეში მე და შენ ვცდილობთ რომ რაღაცა ავწიოთ ზემოთ, თორე ნუ არ არის რა თქმა უნდა. როგორ შეაფასებდით ერის ინტელექტუალურ ეხლა დღეს ამბობ? თუ აი დღესდღეობით. დღესდღეობით არის შოკი და დღესდღეობით არის აბსოლუტური დაბნეულობა და ნიჰილიზმი მასიურად. ნუ ჩვენ მე და შენ ვიცით რომ დიდი ხანი ამ ემოციას არ უწერიეთ და სადღაც გაზაფხულამდე რაღაც გაზაფხულიდან რაღაცები გლობალურად შეიცვლება ვიცით მე და შენ შევხედოთ და ჩემი უკვე სხვაში საინტერესო ტრანზიტები გვიახლოვდება და იმედია ეს პანჯრები გაიხსნება, მაგრამ ის საზოგადოებას მეცით როგორ ხედავ როცა გახსნაზე ლაპარაკობთ როცა ტრანზიტების ეს არის ადამიანები თითოეული ადამიანის პირადი რაც დებს ამ ერთიან კონსოლიდაციაში მაშინ ეს პანჯრები მუშაობს. თორე ასტროლოგიური პანჯერა თვითონ ბევრს არაფერს არ შვება, რამდენი პანჯერა ჟარგონით რო თქვა გაგვიბაზია. კი, მაგიტომ არის ტრანზიტებზე იშვიათად ვაკეთებ ხოლმე. მოდით დავუცადოთ, საერთოდ არასოდეს არ უნდა ჩვენ გვაქვს ხოლმე ხანდახან ორთმალოზე წინ მივდივართ და ეს ისტორია ისე მიდის და ისე სწრაფად იცვლება ეს სამყარო რომ ჩვენ რო გონია რომ რაღაცა დიდხანს გაგრძელდება, არც ისე დიდხანს გრძელდება ხოლმე როგორც წესი. თავარია მედგრად ვიყოთ და წმენა და მომავლის იმედი არ დავკარგოთ და სასაჭირო იქნება ეს ენერგია გამოვიყენოთ ისე როგორც უნდა გამოვიყენოთ. შორის სატურნის პერიოდი სადესაც გადიოდა ქვეყანა მთელი ეს კი ბატონო, შეიძლება კი ბატონო. ბევრი კიდე სხვა ბევრზე შეგვიძლია ველაპარაკა დღეს არა გვაქვს ხო ჩვენი ფორმატი და სხვა დროს ილაპარაკებთ. ფორმატი სხვა შორის ჩვენზეა დამოკიდებული შეზღუდულები არა ვართ. ამიტომ მომწონს მე ჩემი მუშაობის გრაფიკი, იმიტომ რომ ხომ არა ძალიან გაგვიგრძელდა მე მგონი დავღლეთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა მაყურებლისთვის. მე ძალიან დიდი ყურადღებით და ინტერესით გისმენდით, რაც თავარია და დიდი მადლობა მეგობრებო, ველოდებით თქვენგან კომენტარებს, ლაიქებს, სხვათა შორის და კითხვების თუ გექნებათ, მე მგონია რომ ბატონ ლევან მე და თქვენ კიდე შევხვდებით აუცილებლად. თუ არა მოგივედით ყელში. არა, თერაპიებით, ვიდეოებით ესე რო თქვა. მადლობა ძალიან დიდი რომ გისმენდით. წარმატებები.